ერთ-ერთი თამამის მიცემელი და ამაზე შეყვარებული. მართლა ისიც რა არის, აი მე კიდეც მივწერე ერთხელ ბატონ ვაჟას, როდესაც ვაჟას მინიმებს კითხულობ, აი ყოველ დღე თქვა, ხო, ის დღე არის უკვე განსაკუთრებული, აი სულიერად გეხსნება ყველაფერი, განტვირთა შვიდა წყნარა ხვიდის ყველაფერი და მე მივუთხარი კიდეც რომ ბატონ ვაჟა, აი ჩემი ხათრით მაინც ყოველ დღე თვითონ მინიმა დაგეთ რომ ჩვენ შვიდად ვიყოთ. ეს მართლა საცია და ისე პარიბარ წეც ასე ფიქრობ. ეხლა რა ხდება? ვისმოდი ბატონ ვაჟას, და პროგრამულებას ადამიანს ძალიან პატივისცემი ვარ და ვიყავი ვისმოდი განსხვავებული, ხდებოდი ჩვეულებრივ, მაგრამ ცოტა რაღაც დისტანცია მქონდა, იმიტომ რომ მე ვერ ვეტავდი მასთან ასე ახლო სიახლოვეს და არის ერთი პერიოდი, ბატონ ვაჟა თქვენ გაგახსენეთ, შეიძლება აღარ გახსოვთ, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ, ურაგზე, ია, თუ გახსოვს. დაიდო ვინმე ანთას მიერ შენ საქართველოს დედოფლობა დაგშენდებოდა იოსებ ნონიშვილი. წავიკითხე ხარ ეს კაცო და მეც უნდა მიყვარს ხოლმე შენიშნები. დავხედე, ირცხა ანთა. იფიქრე ალბათ ვიღაცა პატარა გოგოა, ანუ მე-10 კლასელი, ასულაც პირველ კურსელი რაღაცა და უბრალოდ შეეშალა თქო და ეხლა როგორც დიდაქტიკური მოღვაწე მიწერე შენიშნა რომ შვილო კეთილი ასეთი როგორ ასე როგორ შეიძლება თქვა რომ დაგმშვენდებოდა იქ ნუ აკლია თქო ბატონო გიორგიო ცით ეხლა მე რა უფლება მაქვს რომ ავტორისეული ვარიანტი შევსწავლო მე აღარ ჩავიხედე იქ ორიგინალში და აღარ გადავაუწევ და ვედავები ვიღაცა ანტას მე ხო არის ვინმეგაც ამ ანტას უკან ხო მე ხო შეასწორე თქო რაღაცა და ნუ მე ნახე მაშინ მე ბოდიშიც მოუყავდა მე ერთხელ შეხვედრაზე ფატატორზე იყო შენი შეხვედრა მიშა იქ ბიბლიოთეკის იმაში აღარ მახსოვს რომ შეხვედრა იყო და ბატონო მაშინ მეუბნება რომ იციო გიორგი ანთან მე ვარო იმპაქტი თვარტავდა არ ვიცოდი რომ მე ველოდებოდი მართლა სულთან ამ დროს თუნდაც სახელი და გვარის უკან ჩვენი ბატონი ვაჟა. შენამაზე მაშინ შეიძლება კიდევ მე ბუდიზმი გითხრა ბატონო ვაჟა დავდაზე. არა ჩვენი ძველი გვარი არის შესაძლებელი ამთავრი და ანთადამის. ანთადა გიგაყოფილა ძველი ლეგენდის უფედი. და ამანაცალო განსადა გიგაური. და მე ხო ეს არ ვიცოდი ბატონო ვაჟა. ნიკატას აი ამდენი ხალხი სინაზე ბუდიზმი გითხრა. იმ პატარა იციდეს მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ მახსოვდება. ეხლა მე რაც კითხვა გამიშდა იმ კითხვაზე უკვე მივიღე პასუხი და ბატონო მარია აი თქვენ რომ დასვით და აგერ მიშალაც ისაუბრა აი თქვენ გითხარით ყოველ დღე რომ კითხულობდი მის მინიმებს სხვა ამ ტანგას ეს იყო ძალიან სასიამოვნო აი ცით რა არის პირდაღებული რჩენილი რა რომ ასეთი წერდი ხოლმე კიდევ ასეთი რაღაც როგორ უნდა მოუვიდეს კაცს თავში და მე დაწეროს და დადოს და მე გავაუწყო ეს არის რაღაცა მე ვიგვარდება მეტაფორები პრობლემები იმისათვის რომ არსებობს იმისთვის რომ აი ესეთი პიროვნება გრძანდებით და აი ესეთი ლექსები რომ გააქვთ და იმედია რომ ძალიან მალე მოვა შემდეგი წილი უბრალოდ კიდევ აი მინიმუმ პრეზენტაცია. დიდი მადლობა.